გუშინ პირველად გავიგე პაციენტისგან ესეთი ტერმინი ცხიმიანი კბილი. მისი ჩივილი იყო ის, რომ არასდროს არ უჩერდებოდა ბჟენები პირის ღრუში, კბილიდან სულ ძვრებოდა ახალგაკეთებული ბჟენი და აღმოჩნდა, რომ წარსულში უთხრეს, რომ იმიტომ არ უჩერდება ბჟენი კბილებზე, რომ აქვს ცხიმიანი კბილი. რეალურად სტომატოლოგიაში არც ერთ წიგნში არ არსებობს ეგეთი ტერმინი, არავინ არ მოგატყუოთ. არავინ არ გითხრათ, რომ თქვენ ბჟენი მიიტომ უძვრებათ, რომ ცხიმიანი კბილი გაქვთ. ჩემი პასუხი ზუსტად ეგ იყო, რომ ცხიმიანი კბილი არ არსებობს და ჩემი გაკეთებული ბჟენი თუ მეორე დღეს მოგძვრა, ეს არის ჩემი ბრალი და მაშინ შემდეგზე რომ მოხვალ, მე ეს კბილი ხელახლა უნდა გაგიკეთო უფასოდ, იმიტომ რომ კბილიდან ბჟენი თუ მოგძვრა, ესე იგი ჩემში პრობლემა მე გავაკეთე რაღაცა არასწორად. და სხვათა შორის კიდევ ჩემი პაციენტის ბისგანაც მსმენია ის, რომ ღრძილს ეძახიან ნუნას. აბსოლუტურად რადიკალურად სხვანაირი შენება, სხვანაირი სტრუქტურა, სხვანაირი დანიშნულება, ასე რომ არასდროს არ შეგეშალოთ, ეს არის ღრძილი, ეს არის ნუნა. არ არსებობს ცხიმიანი კბილი და გიცოდეთ.